ახლა კი ჩემო ძვირფასებო, გვინდა ჩვენი სტუმრები წარმოგიდგინოთ, როგორც იცით, რამოდენიმე დღის უკან დასრულდა მეგაშოუ ნიჭიერი რუსთავი 2-ის ეთერში და რაღა თქმა უნდა, აი ამ პროექტის გამარჯვებულები გახლავთ ჩვენი დღევანდელი სტუმრები. გთხოვთ მიმესალმოთ მეგაშოუ ნიჭიერის გამარჯვებულები ნიას სტუდიო. Pilotsav, Pilotsav. Kvenchevski gadrovzandi. Pilotsav. Bravo! კიდევ ერთხელ ამ სიხარულს ალბათ კარგი დრო დაჭირდება ჩემო ძვირფასებო რომ გაგიაროთ და განელდეს და მკვირცხლი კითხვა მაქვს. ეს სახლი მოიგეთ, ხო? კი ბატონო. ვინა? კი ბატონო. ვინა? 27 ოთახიანია? მგონი არის. კი. კი. ხოდა. ნუ ყოველ შემთხვევაში დღეებზე გადავინაწილებთ და ხო, ძალიან საინტერესოა. თქვენ ახლა ხუმრობთ, მაგრამ აი, გაყოფა მაინც რთულია. თუ როგორ არის გადაწყვეტილი, ვისთან მიდის ეს სახლი? ვინა, რას გადავეკიდე, ეთყობა სახსაც ჩუქნიან, ეზოყურეთი. გვაცალეთ ბატონო. აგერ პროექტები წამოვაგიდე და ვინა სახლია. არა, მაგარია რომ დაგიფასდება შრომა, გასაგება, მაგრამ მე არ მოგეშვებით, მაინტერესებთ ვისია ეს. აი რა ვიცი. ნიაუპა. ჯერ არ გადაგიწყვეტიათ. საიდან გავათამაშო ახლა შიდა სიტუაციაში. გენაცვალე ნუდაშლის სტუდიაში. ხელმძღვანელი ხო თქვენძანდი? კი ბატონო. ხელმძღვანელი თქვენ ახართ? რას ველაპარაკებთ? მეც ის არ ეთყობა დაკონკილი ბავშვები შემოიყვანა. რაისბინის პიმცებია, რაღაცა უფრო მეტი მახსოვდით მე თქვენ. ხო, 27-ე ხარ. ეხა უკვე გულის უკვე რაღაცა ხდება. ცოტა და გამომაყვა. აი ბინარას მოვიგეთ გავყარეთ. შევწირდით მე რომ ეს ბევრზე არ გაგვეყო. რაღაცი გჭირდება. ესე გადასარევია გილოცავთ კიდევ ერთხელ სრულიად საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პროექტში როცა ხდები ხალხის რჩეული და მინდა უბრალოდ ორიოდესოთ ხა ყველა ალბათ შეგეკითხებოდათ მაგრამ რიგით ჩვენ დილამშვიდობისას და შუადღემ დაგვასწრო მხოლოდ თორე ჩვენი ფორმატის გადაცემები არ თუ ისე ბევრია ჩვენ ვართ აქ მაგრამ მაინც მიხარია რომ ჩვენ შეხვდათ წილად განვიხილოთ ამ გამარჯვების მერე საზოგადოებასთან ერთად და როგორ დაიწყო ეს თქვენი მოღვაწეობა რამდენი ხანია რაც ხართ რამდენი დრო გავიდა ასეთ შედეგზე რო გახვედით ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რა ხა რა ვიცი არ არის პატარა ამბავი ხა ასეთი მოგებაც თბილისში არის ეს თქვენი თბილისშიც და რუსთავშიც ისე რუსთაველები ხართ როგორც ვიცი თქვენი შვილიც ჩემი შვილია კესო კესო აჰა აბა დარჩენებს რა უნდათ მე რო ვიცი აი მეცირებიან და ჩემი შვილობილები არიან და შვილობილები ხო ჩემთვის მე და დედა ვცეკვავდით აგე რაღაცა მღეროდით ზითვები აქვს უკვე გოგოს რამდენი კვადრატულია? არ მოგეშვებით იცოდე. სიმართლე ვთქვა, არ ვიცი. ჯერ არ ვიცი არაფერი. ანუ იმდენად გახარებულები ვართ ამ ემოციით, რომ ნიკოლოზ ერთი გადარეკი რა, ჩვენი პროდიუსერი და ხო ემხარხვა მოიგო ეს. იმედი გვაქვს კაც 2 კვადრატი მოგვიწევს. ორივე რა ნახევარიც რომ მოგვიცი. რამდენი არიან ჯგუფში რა? 27-ნი არის. 27. რაღა დარჩა? 26 ბინა გაქვთ მოსაგები და ყველა თქვენი კი ბატონო, იგივე. ჩვეულებრივად. კი, ვაპირებთ. ეხლა რაღაცა პროექტები იქნება ის. რუსთავში აი იღებთ ყოველწლიურად ან რაღაცა გადახალისება მიდის თუ რაღაცა ერთი ანსამბლია თუ ბავშვებიც აკავთ პატარები მომავალი თაობა თუ როგორ არის ამბავი? ანუ სტუდია ვართ ჩვენ. გავიგე, ეხლა როგორი დაწოლა იქნება, ხო ხდები რომ არიქა. კი ბატონო, ეხლა ნამდვილად დასრაბად უნდა იქნება გავფართოვდეთ. და გვჭირდება გაფართოება და იმედია რომ ეს ბინეს დაგვეხმარება გაფართოებაში. მიზანი ეს იყო ეხლა ჩვენი და ზოგადად ვმუშაობთ ეხლა მარტო მე არ ვმუშაობ. კესოც მეხმარება, ამეცადინებს ბავშვებს, ყავს ქორეოგრაფი. და ეს ერთობლივი ძალებით ჯერ მარტო ვოკალი იყო, მე ქორეოგრაფიას დავამატეთ და ამ ყველაფერთან ერთად წამოვიდა იდეა, რომ
უფრო მრავალფეროვანი გაგვეხადა და ესე ჩამოყალიბდა გუნდი და წარმოიქმნა მე ჩვენი შოუ. და ამ პროექტში მონაწილეობა ბავშვების თუ ხელმძღვანელის იდეა იყო? ბავშვების იდეა იყო, ერთ-ერთმა მოსწავლემ მომაწოდა ეს იდეა და ხანდახან უნდა დაუჯერო ბავშვებს. კი, უნდა ხშირად დაუჯერო. როგორ? წილი ეკუთვნის. ნამდვილად. აი, მაინც ბავშვებზე მინდა რო გკითხოთ ახლა როგორია ბავშვებთან ურთიერთობა თან სტუდიის ხელმძღვანელისთვის და პედაგოგისთვის და მართლა გითხრათ მე ვერც გამოვარჩიე რომელი იყო ბავშვი და ხელმძღვანელი მაგრამ ვერე რა დავადგინე აღმოჩნდა რომ თქვენ ბრძანდებით უბრალოდ ჩაცმულობაზე მივხვდი რა გემეტებათ ბაღები და კოსტიუმების ხატვარი ვინ არის სხვათა შორის გამახსენე იდეა ანუ როგორც ახლა ნიამასწავლების აზრიც იყო რაღაცები ჩვენ და ყავს კიდევ ადამიანის გარჩევას. კი, არა. მეგონი ეს კონკრეტული ნომერს შესაძლოა. შინაარსიდან გამომდინარე სიმღერის და მე ხო შოუს რა მოუხდება უფრო მაგაზე ვფიქრობთ ხოლმე. მე ერთობლივ ვძარებთ ესე ჩამოვაყალიბებთ ხოლმე დიზაინს. მე, დედა ჩემი და ქორეოგრაფი და ეს დიზაინერი. ძალიან კარგი. ანუ თქვენ მაინც არჩეული გაქვთ მიმართულება კონცეფცია, ასე ვთქვათ, კონკრეტული ერთი სიმღერა შეფუთული სანახაობრივად ქორეოგრაფია, მოდი ვთქვათ, სპექტაკლის ელემენტები, თორემ უფრო მუსიკალურ მიმართულებაში განვითარებული. ხო, ნებად შოუ საინტერესო იქნება თქვენი ასე ვთქვათ, რომ ცადოთ რომელიმე ისეთი ესე არ გამომივიდეს ცოტა ხმამაღლად, მაგრამ დაახლოებით მიმსგავსებული როგორც იყო ეს გენიალური ვერისუბნის მელოდია. ანუ მიუზიკლის რაღაცა ისე რომ ან დაიწეროს ან რამე ძალიან კარგი იქნება. ძალიან კარგი იქნება და უნდა პაულო ფილმის გზას. მუშაობთ. ვაცალებთ. არა, იცი რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ სივრცეში ბევრი არ არის ესეთი მსგავსი. ზოგადად ბავშვები და ამასაკში ესეთი რამე არ ყოფილა. ნუ ყოველ შემთხვევაში ესე ფართო მასშტაბით არ ყოფილა ნამდვილად. რაღაცა სიახლე, ახალი სიტყვა ვთქვით და გვინდა რომ განვითარდეთ, კი ბატონო, ეს ოღონდ ეს ყველაფერი არის ძალიან ბევრ რაღაცასთან, ჩვენთვის უკვე პრობლემასთან დაკავშირებული ხარჯებია, სპონსორია, საჭირო და თუ ეს იქნება პატარა აივანს გაყიდით ჯერ რაღაცა. აი, ფიქრობ. ესე იგი, კიდე ბავშვებზე რა მინდა რო კითხო, ნუ ახლა ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური, თავისთავად და მიდგომა არის საჭირო რა. და ძალიან ისეთი განსაკუთრებული ხوار არიან ახლა 27 ბავშვი ახლა ყველა ერთი ჭკუის ვერანაირად ვერ იქნება, ზოგს თავის ხასიათი, ზოგს მაგრამ არის ხოლმე ვიღაცები, რომელიც არის განსაკუთრებულად რა. შენ რო გიყვარს მაკვარ აღწი. მე ზოგადად ძალიან მიყვარს იუმორი. ანუ ჩვენი გაკვეთილი და ურთიერთობა იუმორის გარეშე წარმოუდგენელია. აუცილებლად. მყავს ახლა რამდენიმე განსაკუთრებული მასწავლებელი, სახელს არ დავასახელებ, მიხვდებიან თავიანთავს თვითონ. ერთი მძინარამზე თუ ნახავი მყავს, რომელიც მუდმივად გვერდით მოდის და გაკვეთილზე გვერდით მიჯდება და რო გავიხედავს ძინავს. ახლა ხო იცის გაღვიძებული, ხო გაიგორო. არ ჩაეძინა. კი, ეხლა ძინავს უკვე და გავაღვიძებ რო გავალთ. ხო და ეს გაღვიძების პროცესი მიყვარს ძალიან, რა ცოტა ბოროტულად ვაღვიძებ, ვაღიარებ და ვაშინებ. მე ამით ხალისობ. მაგითო გითხარი თქვენ ვერ გაგანსხოვეთ თქვენ ამიტომ ვარ ხარ და გენდობიან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ერთად აკეთებთ საქმეს. ჩემოს ერთ ბავშვი გავარკვიეთ უკვე საძინებელი ვისი ყოფილა. სამზარეულოსია. ჭამა. აი სამზარეულო ვისია აგერ თქვენს. აბა სამზარეულოს რომელი იყო? მომზადებათ მიყვარს. ვინც გამოიხედა იმას. გაჩნია. კი, ჭამა მიყვარს. მომზადებათ ხო ვეკითხები გოგო. მე არ ვიცი. მე მიყვარს. როდის მოვამზადო? გამღერებს დედა. როდის მოვამზადო რა ქვათენებთ აქ სხვა კონკურსებში თუ გქონდათ მანამდე მონაწილეობა? ესე გუნდი არსად არ ყოფილა. ისე სოლო შემსრულებლები კი არიან ხოლმე. ძირითადად საბავშვო კონკურსებში, იმიტომ რომ ასაკობრივად არ არიან ჯერ სრულწლოვანები და არ უწევთ დიდი ასაკის. თუმცა ეხლა რაღაცა იგეგმება ახალი პროექტები და იქაც იმედია რომ გვექნება შანსი თქვათ იქაც ჩვენი სიტყვა. კარგი, აი რამე და იცი ბოლოსკენ მინდა წავიდე და რა თქმა უნდა ის განსაკუთრებული ნომერი გთხოვოთ რომელსაც ასრულებთ თქვენ, მაგრამ
აი თქვენ მინდა რომ გკითხოთ, აი რა გინდათ რომ უთხრათ მაგალითად ადამიანებს, რომლებმაც აი ესე დააფასეს თქვენი შრომა, რაღაც არ გაგიჩნდათ იმ მომენტში, რომ აი ეს ვერ მოვასწარი რომ მეთქვა რა და ამის თქმა მინდო და აი გაქვს საშუალება ხარ რომ შენ მიმართო იმ ადამიანებს, ვინც ხმა მოგცათ და ამ ხელა ბედნიერება მოგანიჭათ. აი რაღაცით ხო შეუყვარდით ახლა, რამდენი იყო და როგორ ნერვიულე და აი მადლობა რომ მოუხადოთ, როგორც გინდა. ხო, აი ბექა გითმობ. იმართლა გითხრათ ძალიან კარგია როცა შემიძლია მართლა მადლიერება გამოხატო ხალხის წინაშე და მომიცა ამის საშუალება, რადგან ძალიან მადლიერები ვართ იმ ხალხის, ვინც გვერდში დაგვიდგა და ის ნაწვალები და ნაშრომი, რაც ჩვენ გვაქვს და ნამდვილად ბევრი გვაქვს, ამ დროის განმავლობაში რაც გავიარეთ, ყველაფერი დაგვიფასეს. ვინც ირწმუნა და ვინც ვერ დააფასა და ვინც ვერ ხედავს ჩვენ შრომას და ჩვენ ნირს აუცილებლად მალე დაინახავენ და მალე მიხვდებიან, რომ განსხვავებულ რაღაცას ვქნით და ყველას გონებამდე და ყველას თვალამდე გვინდა რომ მივიტანოთ. ჩვენი ვისაც აი ასე რომ მოვლე რა ხა და ასე აი თქვენ მიჭიერებო თქვენ რა. მოვიდნენ. კარგი, მე კიდევ ერთხელ მოგილოცავთ, ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეიძლება ეხლა რა თქმა უნდა გამომივა ისე და იტყვიან რომ მიკერძოებულად საუბრობს, მაგრამ რა ვქნა, ეს ჩვენი მართლა მშობლიური ბევრი წლები გავიარეთ ამ ტელევიზიაში მიგვაქვს და მაგრამ მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო, რომ ჩვენ არა ვართ ისე მძლავრად შეიძლება როგორც ჩანს, მაგრამ კარგი გადაწყვეტილება იყო ხელმძღვანელობის, რომ ორი ბინა გათამაშდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ნიჭერებისთვის მოგეცათ საფუძველი საშუალება, რომ რაღაცა ასე ვთქვათ გადაგედგათ თამამი ნაბიჯები და მადლობა ამ არხს ბევრ საინტერესო ასე ვთქვათ გადაცემებს, პროექტებს გთავაზობ, სულ მარე ყველაფერს კიდევ გაიგებთ და თქვენს და ჩვენს კარგად ვიყოთ და დაგვალოცინეთ ის ჭერი, როცა გადახვალ დაგვიძახეთ, გაგვიხარდება. აუცილებლად. ვიმღეროთ და ვიცეკოთ ერთად. ახლა კი დამithმია თქვენთვის ეს სცენა და კიდევ ერთხელ მოგხვივლეთ თქვენი შესაძლებლობებით. დიდი მადლობა და გიტოვებთ ნია სტუდიოს.